მოკლედ ჩვენ ისევ ბრუნდებით მეგობრებო ლაივში შეგახსენებთ ეს არის სტრიმზე დღეს ბოლო დაპირისპირება სადაც თეგეტა ითამაშებს კაიზენის წინააღმდეგ წითელ ფორმაში იქნება თეგეტა ხოლო ყვითელ ფორმაში წარმოდგენილი იქნება კაიზენი შეგახსენებთ ეს არის საჩემპიონო პლეიოფში გადამსვლელი თამაში გენებოთ ბეთლავი მასტერ ლიგა 2-დან ბეთლავი მასტერ ლიგა გენებოთ ბეთლავი მასტერ ლიგა 3-დან 2-ში გადამსვლელი დაპირისპირება თეგეტა ითამაშებს მოკლედ კაიზენის წინააღმდეგ თეგეტამ მოკლედ მოახერხა SPS-ის პენტენციური სამსახურის დამარცხება ხოლო კაიზენმა გაიარა ველის დაბრკოლება ნახოთ როგორი დაპირისპირება იქნება ამ ორ გუნდს შორის შეგახსენებთ მხოლოდ ერთი გუნდი გააგრძელებს პლეიოფში თამაშს ამ ორი გუნდიდან თეგეტა ან კაიზენი ალექსანდრე ხელაია გახლავთ თეგეტას მთავარი მწვრთნელი ხოლო ირაკლი როსებიშვილი გახლავთ კაიზენის მთავარი დამრიგებელი გუნდის კაპიტანი ბოლო მომენტში გაექცა წერეთელს მცირედი წუნი კაიზენის კაპიტნის მხრიდან მოიპოვა შეტევაში მოწინააღმდეგის ნახევარზე ფაქტიურად თეგეტამ ბურთი კავთარაძე კავთარაძის პასი წინ ზუსტია ადამია პარამია დაეუფლა ბურთს გუნდის კაპიტანი კი იწყებს საკუთარი გუნდის მორიგ შეტევას წერტილმა გაშალა მაგრამ ისევ მას აქვს ბურთი ბერიაშვილმა ისევ მას დაუბრუნა უბრალოდ კარგი იყო აქ ბარბაკაძე ჩაშალა შეტევა კაიზენის ორ ფეხბურთელს შევარდა იქ ბერიაშვილი საბოლოოდ ისევ აუტი, რომელსაც მოასწვის კაიზენი. ჟურნაშვილი იხსნება იქვე, მაგრამ საბოლოოდ საჯარიმოში გაუშვა წერეთელი ვერ ახერხებს გოლის გატანას. როგორ გადარჩა აქ ეხლა თეგეტა? იქნება კუთხური, როგორც ჩანს, სახუკიამ მოახერხა სეივის შესრულება და თან სახუკიამ და ძელმა ფაქტიურად მე მგონი ერთად იხსნეს თეგეტა. ჟურნაშვილი ჩაწოდება წერეთელი თამაშობს თავით, მაგრამ არა ზუსტად. ნახოთ გამეორებით ეს ეპიზოდი. უფრო ნელი კადრი ქნებოდა. კარგი ვარიანტი, რადგან ვერ დავინახე სახუკიამ ითამაშა თუ არა ბურთს. ხვიტია. ბარბაკაძე კავთარაძეს ისევ ბარბაკაძე და ისევ მოკლედ ცოლები ერთმანეთში ათამაშებენ. ეხლა ჩამოვიდა დასახმარებლად გათაშვილი მარჯვენა ფლანგიდან ისევ ბარბაკაძე წინ გადაცემა მოიგერია წერეთელმა საკმაოდ ძლიერად ეს შეტევა. ჩასაფრებული აქ უკრიდან გათაშვილი ფაქტურად პირდაპირ კარში წავიდა ეს დარტყმა, რომც გასულიყო გოლი შეგახსენებთ. ბეთლავი მასტერ ლიგის წესების მიხედვით გოლი არ შეისრულებოდა, რადგან ბურთი უნდა გათამაშდეს აუცილებლად. აქ დაცვაში თამაშობს ამჯერად კარგად გათაშვილი, კუთხურს მოასწვის შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კაიზანი. წერეთელი ბურთით, კარგი სრულმოძრაობა მისი მხრიდან, გამჭოლი გადაცემა საჯარიმოში უშესდომოა გუნდის კაპიტანი გავთარაძე. ორი კაპიტნის დაპირისპირება ვიხილეთ ფაქტიურად ეხლა. ისევ წერეთელზე წავიდა ეს გადაცემა, ამჯერად ვერ მოახერხა წერეთელმა ზუსტი დარტყმის შესრულება. აქტიურია ძალიან წერეთელი კაიზენის რიგებში, აი ნახეთ გამეორებით სახუკიას რა სეივი შეუსრულებია. რა რეაქცია გამოავლინა ეხლა თეგეტას კიპერმა, ბრავო.
წამოვიდა კაიზენი შეტევაში, გადაცემა ელოშულზე არ გადის. დაიბრუნა ბურთი თეგეტამ. დაიძრა ბარბაკაძე მოწინააღმდეგის ნახევრისკენ, ჩართო გათაშვილის საქმეში. გაპრესინგებს გათაშვილს. საკმაოდ აქტიურად აბულაძე, მაგრამ და მეთქვა რომ ბურთი ჩება ჯერჯერობით ეგეტად ხო, მაგრამ კაიზენმა დაიბრუნა, მაგრამ მალევე დაკარგა ბურთი კაიზენმაც. აბულაძე იყო მხოლოდ შეტევის მარცხენა ფრთიდან ჩართული შეტევაში. არც ერთი სხვა კაიზენის ფეხბურთელი არ იმყოფებოდა მეტოქის ნახევარზე, ამიტომ არ იყო უპრიანი ეს გადაცემა. შანსი ქონდა ქავთარაძეს დარტყმის და მოახერხა თეგეტამ პირველი გოლის გატანა. ადამია გატანილი გოლის ავტორი. აფეთქდა ესე უცებ თეგეტა და შეაგდო კიდევაც გოლი. ბრავო, ძალიან კარგად გაითამაშეს. საჯარიმოში ჩაგდებაც იყო იდეალური ადამიანის შესრულებაც, თავით იყო ძალიან კარგი. მოკლედ თეგეტა დაწინაურდა, ანგარიში ხდება 1-0. ასანიძემ შეასრულა საგოლე გადაცემა შეგახსენებთ. მან ჩაუგდო სწორედ ადამიანს საჯარიმოში. წერეთელი მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოიყურებოდა კაიზენი პირველ წუთებში და საკმაოდ აქტიურიც კი იყო, პირველი გოლის გატანა მაინც თეგეტამ მოახერხა. საკმაოდ კარგი შეხვედრა გვაქვს. მაყოფილი ვარ ნამდვილად შეხვედრის დასაწყისით. იმედი მაქვს უფრო მაღალ ტემპში გაგრძელდება შეხვედრა. დღეს საკმაოდ უხგოლიანი ასე თქვა სტრიმი გვაქვს. კრისტალბეტმა მოახერხა საბა კონსტრაქშენის დამარცხება ანგარიში 7-2, ბრიჯმა კი ანგარიში 4-2 დაამარცხა ოსტატი. ხეონტელი სტრიმის ბოლო შეხვედრის ანგარიში კი ჯერჯერობით არის 1-0 მე-7 წუთია მხოლოდ შეხვედრის. წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს, დაკარგა შეტევაში ბურთი წერეთელმა დაიძრა. თეგეტა ასანიძეზე კეთდებოდა ეს გადაცემა, მაგრამ არაზუსტი აღმოჩნდა. კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა ხვიდიას, მაგრამ არ გამოუვიდა. კაიზენი იწყებს მორიგ შეტევას. კარგია გათაშვილი ისევ დაცვაში, მოკლედ თეგეტა 7-იანი გამოირჩევა როგორც შეტევის, ასევე დაცვის სქილებით, როგორც ჩანს. არაერთი შეტევა ჩაშალა უკვე თეგეტა 7-იანმა. საუბარი მაქვს გათაშვილზე. წამოვიდა ჟუჟუნაშვილი შეტევაში, საჯარიმოში რბილი ჩაგდება, მაგრამ აბულაძეს გაუჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ესეთ ბურთზე თამაში. ოდნავ მეტი ძალა დაატანა ჟუჟუნაშვილმა ახლა. საკუთარ ფეხს ხდება ესეთები, დაიძრა ხვიტია. საბოლოოდ განმუხტა კაიზენმა თეგეტას შეტევა, მაგრამ ხვიტია ხედავთ სად წამოეპარა წერეთელს და მოახერხა ბურთის დაბრუნება საკუთარი გუნდისთვის. ქავთარაძემ გაითამაშა გათაშვილთან, ისევე როგორც ბარბაკაძესთან ახლა. დაიძრა ბარბაკაძე მეტოქის ნახევრისკენ, დაუტოვა გათაშვილს. მარჯვნივ გაიშალა შეტევა, ადამიანს კი უკან უწევს ისევ გათაშვილზე გადაცემის შესრულება. ჯერჯერობით კარგად აქვს ზონები, საკმაოდ კარგადაც კი გადაკეტილი კაიზენს, ამიტომ ძალიან უჭირს მეტოქის ნახევარზე ბურთის გათამაშება თეგეტას, მაგრამ ჯერჯერობით ბურთის შემაგრებას ახერხებს. თითქოს გავდა ადამიანზე თამაშის წესების დარღვევას, მაგრამ ერთადერთი გოლის ავტორი რთულ სიტუაციაში კი ინარჩუნებს ბურთს. ქავთარაძე, ისევ ქავთარაძე და ბარბაკაძე ერთმანეთში მოკლედ კომბინირებენ. კარგი ჩანაფიქრი და კარგი შესრულებაც საბოლოო ჯამში ადამიანის მხრიდან. გათაშვილი დაიძრა, გაითამაშა. უნდა მეთქვა, რომ გაითამაშა ასანიძესთან, თქო და ასანიძემ ერთი შეხევით ეგრევე დაარტყა საკმაოდ ისეთი
მზაკრული ჩანაფიქრი ქონდა ასანიძეს, მაგრამ არ გამოუვიდა შესრულება. მოულოდნელი უფრო და არა მზაკრული პრინციპში მოულოდნელი ჩანაფიქრი ქონდა. ეგრევე ერთი შეხებით აპირებდა გოლის გატანას. ბულაძე უკან აკეთებს პას. წერეთელი ახლა მიიღებს ბურთს, მიიღო კიდევაც დარტყმა შორიდან. ასევე ძალიან მოულოდნელი, მაგრამ სახოკია. იგერიებს. შეტევის მარცხენა ფლანგიდან კუთხური, რომელსაც კაიზენი მოაწვდის. ბერიაშვილი უკან უწევს საბოლოოდ. გათამაშება რადგან კარგად გადაკეტა ზონებით ეკეტამ. არ მიაკარა საკუთარ საჯარიმოს ახლა კაიზენი. ბურთიც მალევე დაიბრუნეს წითლებმა. გარუმია შეცდეს სახოკია, წინ იგერიებს ბურთს. იბრძვის ასანიძე, მაგრამ ორ ფეხბურთელს შორის გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა ბურთისთვის ბრძოლა. გათაშვილი უკან უწევს პასის გაკეთება, მაგრამ ბურთი შეიმაგრა, რაც თავარია თეგეტამ, რაც თავარია მათთვის რა თქმა უნდა. კარგად წამოიღო შეტევაში ბურთი, მაგრამ წერეთელი კარგია. პირველ ტაიმის ეკვადორის გადავლის შემდეგ ანგარიში მოკლედ ისევ 1-0 გვაქვს თეგეტა ამარცხებს ადამიანს გოლის წყალობით კაიზენს. ისეც შეიძლება რაღაც ტაქტიკური მონახაზია თეგეტას მხრიდან, კარგად ჩამოიტყვა საკუთარ ნახევარზე კაიზენი, მაგრამ შეტევაში დაკარგა საბოლოოდ ბურთი. წერეთელი ჭყონია ბერიაშვილმა ერთმანეთში გაითამაშეს ბურთი, საბოლოოდ ჯუჟინაშვილი ჩართეს შეტევაში. კარგად შეიცვალა ფლანგი, აქედან დარტყმა შეიძლება, დარტყმა და ახერხებს გოლის გატანას. კაიზენი და ამის გოლის ავტორი გახლავთ ჭყონია. კაიზენის 13 ნომერი ახერხებს მოკლედ გოლის გატანას. ყველაფერი თავიდან იწყება ანგარიში, ისევ 1-1-ია. ბოლომდე დაიძაბა მოკლედ შეხვედრის პირველი ტაიმი. მოკლედ ბოლომდე დაიძაბა დაპირისპირება. ანგარიში ხდება 1-1. გამოცხადეს თითქოს კოლბახიძემ გაიტანა გოლი, მაგრამ მომეჩვენა რომ ჭყო. აი დიახ, ახლა გამოასწორეს ჭყონიამ, იერი ჭყონიამ მოახერხა გოლის გატანა კაიზენის რიგებში. კიკელია შემოვიდა, დაუვინახე კაიზენის რიგებში. ნომერი 77. დანარჩენ მე მგონი, ცვლილება არ ყოფილა არც კაიზენის, არც თეგეტას რიგებში. ცვლილება იქნება რაიმის ლაივ რეჟიმში, მოკლედ დავაპდეითებ. თეგეტა მოწინააღმდეგის ნახევარზე გათაშვილს მიეცა სივრცეთ დარტყმას. განახორციელა, მაგრამ ჟურნაშვილმა დაუბლოკა მარტივად. ისევ გათაშვილი იწყებს საკუთარი გუნდის შეტევას. იქვია ქავთარაძე, ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გათაშვილი, მცველებმა ბარბაკაძემ და ქავთარაძემ ისევ უკან ჩამოიწიეს და დროული იყო ძალიან, რადგან დაკარგა გათაშვილმა ბურთი, მაგრამ ხედავთ მალევე დაიბრუნა. გათაშვილმა ჩამოვიდა ისევ ბურთი, რისკის შემცველი გადაცემა მისი მხრიდან ბარბაკაძის მიმართულებით, საბოლოოდ დარჩა ბურთი თეგეტას.
უჭირს ძალიან ხვიტიას და გათაშვილს ფლანგზე თამაში. აი ახლა გათაშვილის დარტყმა იგერიებს მეკარებ რა, ბარამიას კარგი სეივი მისი შესრულებით. სახოკია მალევე გაათამაშა ბურთი, ბარბაკაძე დაიწყებს ისე მორიგ შეტევას. ეს კი გამეორებით გათაშვილის დარტყმა. იბრძვის ხვიტია ბურთის დასაბრუნებლად, მაგრამ ბურთით დარჩება კაიზენი. არასრული 6 წუთი პირველი ტაიმის დასრულებამდე ანგარიშია 1-1. თეგეტას რიგებში გოლი გაიტანა ადამიამ, ხოლო კაიზენის რიგებში ჭყონიამ. ჟუჟუნაშვილი კარგი იყო ამ ეპიზოდში, მაგრამ ბარბაკაძე ასევე კარგი იყო დასწრებაზე. წამოვიდა შეტევაში თეგეტა, ადამია დროულად დაართვა ბურთი ბერიაშვილმა ამას. არ მიცა ეხლა წინსვლის საშუალება. მოწინააღმდეგეს ბერიაშვილი. ზედიზედ მიაყოლა და რამოდენიმე შეტევაც კი მოიგერია კაიზენმა. ეხლა ჩაწოდება საჯარიმოში, აქ არ უნდა დაუშვან შეცდომა, სად მიიღო ბურთი ადამიანამ და დუბლი მისი შესრულებით. შეცდომა დაუშვეს დაცვაში. კაიზენის მსველებმა რითაც ისარგებლა ადამიანამ და დუბლი შეასრულა თეგეტას მხრიდან, ბრაო. ეს შეცდომა კეკელიას მხრიდან. არა უკაცრავად ეს კეკელი არა ჭყონია, მოდის ხუთი ჭყონიას მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ჭყონია გახლავთ კაიზენის რიგებში, მაგრამ მისი შეცდომა სავალალო აღმოჩნდა საკუთარი გუნდისთვის და დაწინაურდა თეგეტა. შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში გახდა 1-2 კაიზე უკაცრავად თეგეტას სასარგებლოდ. თეგეტა იწყებს მორიგ შეტევას. ადამია სწორედ დუბლის ავტორი. ძალიან კარგ შეხვედრას ატარებს ადამია, მოკლედ სადაც უნდა იყოს სულ იმ ადგილზეა, სადაც ბურთი მიდის საფათო ადგილების ათვისებას. კარგად ახერხებს თეგეტას 11 ნომერი. შეცდომა არ უნდა დაუშვას კავთარაძემ, მოიგერია საბოლოოდ ბურთი კარგი პრესინგი გამოუვიდა კაიზენს, მალევე გაათამაშეს ბურთი, რადგან უკვე ეჩქარება კაიზენს ამ შეხვედრაში. აგებს გუნდი ანგარიშში 2-1. რა თქმა უნდა იცდება, რომ პირველივე ტაიმში მინიმუმ გაათანაბროს ანგარიში. საკმაოდ მწვავე იერიში ჩაშალა ეხა ადამიანამ. არ გაუშვა ჟუჟუნაშვილი შეტევაში და ყვითელი ბარათიც მიიღო. პირველი ყვითელი ბარათი უკვე ვიხილეთ. ჟუჟუნაშვილის უფრო დარტყმა იყო ეს ალბათ ვიდრე გადაცემა. მაგრამ ორივე შემთხვევაში არაზუსტი აღმოჩნდა. კარგი პასი ქავთარაძის მხრიდან წამოვიდა შეტევაში. ხვიტია პასი არაზუსტია. დაიბრუნა ბურთი კაიზენმა. 2 წუთნახევარი პირველი ტაიმის დასრულებამდე. ჭყონია ბურთით. ჩამოიცა იქ წერეთელმაც მცველების დასახმარებლად. ჟუჟუნაშვილი იყო სავარაუდო ასისტენტი პასის, მაგრამ სავარაუდო ადრესატი პასის, მაგრამ არ გამოვიდა ზუსტი გადაცემის შესრულება წერეთელს. ადამია ისევ ბურთით დარტყმა ხვიტიას მხრიდან მარტივად დაეუფლა ბურთს. ბარამია წამოვიდა სწრაფადვე შეტევაში კაიზენი, მაგრამ გაექცა ბოლო მომენტში ბურთი კეკელიას. გათაშვილმა შემოიყვანა მალევე ბურთი თამაში, ადამია მოედნის ცენტრში,
აღარ გამოვიდა გათაშულზე გადაცემის შესრულება, დაიბრუნა ბურთი კაიზენმა, დაიძრა წერეთელი, კარგი სრულ მოძრაობები მისი მხრიდან მარცხენა ფლანგზე ბერიაშვილი მოძებნა. სულ სიტუაციაშია ბერიაშვილი, მაგრამ გადაცემა მაინც შეასრულა წერეთელზე, წერეთელს კი ბოლო მომენტში გაიქცა ბურთი. ძალიან ტექნიკურად თამაშობს წერეთელი. ერთადი გამორჩეული სწორედ კაიზენის 23 ნომერია. კარგია ქავთარაძე, მარტივად მოიგერია ბურთი ბერიაშვილი. უკან ჟუჟუნაშვილზე საბოლოოდ გადაცემა, წერეთელი ჩამოვიდა ისე დაცვის დასახმარებლად, ჟუჟუნაშვილმა იწია შეტევაში, გაიქცა ბოლო მომენტში, კობახიძე იხსნებოდა, მაგრამ ვერ ჩავიდა, ასე ვთქვათ, ბურთი კობახიძემდე. დაიწყო პირველი ტაიმის ბოლო წუთი. ალბათ გაიგონებდით სიგნალს, დაიწყო პირველი ტაიმის ბოლო წუთი, მეტის ნახევარ წუთამდე უკვე გავიდა. ბოლო წამებს შეტევაში გაატარებს როგორც ჩანს კაიზენი. ჟუჟუნაშვილი მოიპოვა ბოლო წუთებში უპირატესობა ნამდვილად კაიზენმა ბურთის ფლობაში წერეთელი კარგ პოზიციაშია კობახიძე გაიქცა ბოლო მომენტში ქავთარაძემ პირველი ითამაშა ბურთზე და მოიგერია აუწე. ამოიწურა პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი 20 წუთი, ბურთი როგორც კი დატოვებს მოედნის ფარგლებს, მაშინვე დასრულდება პირველი ტაიმი. ჟუჟუნაშვილმა და წერეთელმა გაითამაშეს ერთმანეთში ბურთი და გადავიდა საბოლოოდ. ბურთი კუთხურის ნიშნულთან, გათაშვილი, კარგი გადაცემა, ხვიტია, წინაკეთებს პას, გაიქცა. ან ასანიძეს გაიქცა, ვერ დავინახე სიმართლე გითხრა, ან ხვიტიამ გააკეთა არაზუსტი გადაცემა. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები და ესე დასრულდება შეხვედრის პირველი ტაიმი, დასრულდება ანგარიშით 2-1 ეგეტას სასარგებლო. ჩვენ მალე დავბრუნდებით შეხვედრის ძალიან დაძაბული მეორე ტაიმით სტრიმზე. დროებით.
მოკლედ ბრუნდებით ჩვენ ისევ ლაივში შეგახსენებთ ეს არის შეხვედრის მეორე ტაიმი თეგეტესა და კაიზენს შორის, სადაც პირველ ტაიმში მოახერხა თეგეტამ კაიზენის დამარცხება ანგარიშით 2-1, გოლების გატანა თეგეტას მხრიდან ორივე გოლის გატანა უпростоრად მოახერხა ადამიანს, ხოლო ერთადერთი გოლის ავტორი კაიზენის რიგებში არის ჭყონია, მათი 13 ნომერი. მოკლედ ნახოთ როგორი დაძაბული შეხვედრა გვექნება, შეგახსენებთ ეს არის პლეი-ოფში გადამსვლელი დაპირისპირება, გენებოთ ბეთლავი მასტერ ლიგა 3-დან 2-ში გადამსვლელი შეხვედრა, სადაც ირკვევა მეოთხე პლეი-ოფის მეოთხე გუნდის ვინაობა, ნახოთ ვინ გაიმარჯვებს. თეგეტა თუ კაიზენი, შეგახსენებთ თეგეტამ გამოთიშა საპლეი-ოფო დაპირისპირებიდან SPS-ი, ხოლო კაიზენმა გამოთიშა ველი, ნახოთ თეგეტასა და კაიზენს შორის დაპირისპირებაში ვინ გაიმარჯვებს, ჯერჯერობით ახერხებს თეგეტა კაიზენის დამარცხებას, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მომენტი გველოდება, ამაში დარწმუნებული ვარ. წერეთელი კარგია, კარგად ჩაჭრა ბურთი, გადაცემა კობახიძეზე, მაგრამ სადაც ჩამოასწრო გათაშვილმა. ადამია დაეუფლა ბურთს, ამჯერად თეგეტა წამოვიდა სწრაფქონჭეტევაზე, პასია საჭირო გათაშვილზე, მაგრამ ვერ შენიშნეს ის თანაგუნდელებმა. აი ესე წკენით უპასუხეს გუნდებმა. ჯერჯერობით ასე თუ ისე ორმხრივი დაპირისპირება გვაქვს. გამოკვეჩილად ვერ ვიტყვი, რომელია პირველი ნომერი. საკმაოდ კარგად გამოიყურება ორივე გუნდი. ქონდა უპირატესობა კაიზენს, ამის დამოუხედავად პირველ ტაიმის მეორე ნახევარში უფრო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა გოლის გატანა. შექმნილი, ასე ვთქვათ, უპირატესობის და მიუხედავად იქ წერეთელი აწუხებდა სახოკიას საბოლოოდ ბურთი დარჩა კაიზენი. შეტევაშია კაიზენი მარჯვენა ფლანგიდან მოაწვია, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოაწვიან ისინი კუთხურს. შვილი მივიდა დაარტყმა წერეთელის მხრიდან. კარგი იყო წერეთელი ამ ეპიზოდში, ერთ-ერთი აქტიურია არა მარტო კაიზენის რიგებში, არამედ ორივე გუნდის რიგებში. საკმაოდ ტექნიკურ ფეხბურთს ამაშავს, მაგრამ არ გაუმართლა კაიზენის კაპიტანს ამ ეპიზოდში. ის პასიც არაზუსტია. კეკელია დაიწყებს საკუთარი გუნდის შეტევას. უკან დაუტოვა საბოლოოდ ჭყონიამ თავის მხრივ მოძებნა კეკელია, ისევ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, წერეთელი, ჟუჟუნაშვილი, პასი აღარ გამოვიდა. ისევ წერეთელი ბურთით მოახერხა ერთი მეტოქის მოტყუება, მაგრამ დაწყვეტაზე კარგია ბარბაკაძე. წამოვიდა სწრაფქონჭეტევაზე, თეგეტა ვნახოთ ამ კონჩეტევიდან თუ გამოუვათ რამე, იხსნება კარგადაც საინძე, მაგრამ ვერ გაკეთდა მასე გადაცემა. გათაშვილი ბურთით მარცხენა ფლანგზე, კარგი ჩანაფიქრი ასანიძის მხრიდან. მაგრამ არც თეგეტას გამოუვიდა სუსტი შეტევის განხორციელება. უпростоრად შეტევის ზუსტი დარტყმით დასრულება. წერეთელმა მარცხენა ფლანგზე კეკელია მოძებნა, კეკელიამ თავის მხრივ უკან ჭყონია, ისევ წერეთელი ბურთით. ჟუჟუნაშვილი მოედნის ცენტრში, მარჯვენა ფლანგზე კეკელია. ჯერჯერობით ისევ შემთხვევაში უკან უწევთ გადაცემების შესრულება კაიზენის შემტევებს, რადგან კარგად აქვს მოედნის ცენტრი გადაკეტილი თეგეტას და როგორც ჩანს არაპირებს მოედნის ცენტრი დაუთმოს თეგეტამ მოწინააღმდეგეს. გათაშვილი მაინც მოახერხა ბურთის შემაგრება. მოედნის ცენტრშია, რთულ სიტუაციაშია, ვეღარ გააკეთა ზუსტი პასი. კარგია ჟუჟუნაშვილი კობახიძეზე, ვეღარ გააკეთა ვერცმან ზუსტი გადაცემა. ასანიძე დარტყმა შეიძლება, პასი არჩია ადამიანს.
გათაშუმა და ადამიან ვერ გაუგეს ამ ეპიზოდში უნდა მოასწროს როგორმე და გადმოეწყოს შეტევიდან დაცვაში თეგეტა რომ შეიძლება სავალოდ დასრულდეს მათთვის. კარგი იყო ისე ბარბაკაძე თუ იმე დაცვაში უნდა გამოვარჩიოთ ეს არის ბარბაკაძე ნამდვილად სადაც საკუთარ გუნდს ჭირდება დაცვაში ყველგან ეხმარება. კაიზენი ჭყონია, კერძოდ ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ის გახლავთ კაიზენის რიგებში შეგახსენებთ. ჭყონია მარჯვნივ კეკელია მოძებნა. ბევრმა 7-იანმა მოიყარა მარცხენა ფლანგზე. თავი მაინც მოახერხა ბარამიამ ამბურთის მოგერიება. გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბერიაშვილი კარგად წამოვიდა ჟუჟუნაშვილი. კარგია მისი პასი, წერეთელი, ისევ ჟუჟუნაშვილთან გაითამაშა, ნახოთ რას მოახერხებს. გაანეიტრალა ის ქავთარაძემ. გადაცემა წინ ძალიან მოიმატა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ასე ვთქვათ, შეცდომებმა გუნდებში. განსაკუთრებით პასების დროს და განსაკუთრებით გრძელი გადაცემების დროს. ხშირ შემთხვევაში იკარგება ბურთი სწორედ ესეთი მომენტების დროს მოკლედ. ისევ კარგია ბარბაკაძე, მაგრამ პასი ამჯერად არ გამოუვიდა თეგეტას 4-იანს. 6 წუთი უკვე გავიდა მეორე ტაიმის დაწყებიდან, ნახოთ დარჩენილ 14 წუთში მოახერხებს თუ არა დაკამბექებას კაიზენი, ანუ მოახერხებს თუ არა თეგეტას საქმის ბოლომდე მიყვანა საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი, წერეთელი კარგად გაათამაშა, კობახიძე ისე უკან დაუბრუნა წერეთელს და ვერ გამოიყენა ვერც ეს ეპიზოდი სათანადოდ კაიზენმა. თეგეტა წამოვიდა სწრაფონ შეტევაზე, მაგრამ მოახერხა განეიტრალება ამ შეტევის კეკელიამ, დარტყმაც განახორციელა, მაგრამ არა ზუსტი. სახოკია დაიწყებს საკუთარი გუნდის მორიგ შეტევას, ეს მომენტი, როდესაც კარგ პოზიციაში იმყოფებოდა როგორც კობახიძე ასევე წერეთელი, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეასრულა ზუსტი დარტყმა. კარგად გადაკეტა იქ ქავთარაძემ ბურთი მთელი სხეულით, მაგრამ კაიზენი დარჩა მაინც ბურთით. შეტევის მარცხენა ფლანგი. დარტყმა შორიდან საკმაოდ სახიფათო. სახოკია იგერიებს. კარგი იყო ბერიაშვილი ამ ეპიზოდში. საჯარიმოში ჩაგდება წერეთლის დარტყმა და სახოკიას შესანიშნავი სეივი. ბრავო. რა სეივი შეასრულა სახოკიამ, ამას აუცილებლად გაგვიმეორებენ. ანეიტრალა სიტუაცია ოსკანიანმა, მოიგერია ბურთი აუწე შეტევაში ისევ კაიზენია. ჯერჯერობით არ გადაგუთავენ, რა თქმა უნდა, გამეორებაზე, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება ეხლა გოლი გავიდეს ისეთ. იმდენი ხნით არის უკვე შეტევაზე გადასული, ასე ვთქვათ, კაიზენი. არანაირად მოდუნებას არ აპირებს ყვითლების გუნდი. ეხლა გვიმეორებინ ეპიზოდს, აი წერეთლის დარტყმა იქნება სავარაუდოდ და სეივი, ბრავო სახოკიამ, შესანიშნავი სეივი შეასრულა. წერეთელიც კი თავისუფლად ურტყამდა ძალიან გამოზომილ დარტყმას თავით. მაგრამ აჯობა თეგეტას კიპერმა ამ ეპიზოდში კაიზენის კაპიტანს. იქნება როგორც ჩანს მორიგი წუთჩასვენება. წუთჩასვენებას გავხსნი მადლობების სერიით. მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მერიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს, ასევე წარმატებები მინდა თქვა, ჩავაქსოო, წარმატებები მინდა უსურვო საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან გასვლით შეხვედრაში. გეტყვით ასევე, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია BetLive და ჩვენი მედია პარტნიორია BeLive. კაიზენი უკვე დააბრუნდა მოედანზე, თეგეტაც სულ მალე შეუერთება მათ და გაგრძელდება საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება. შეგახსენებთ, ეს არის პლეი-ოფში გადამსვლელი დაპირისპირება. ამ წვილიდან ერთი გუნდი უნდა გამოირჩეს. შეგახსენებთ, თავიდან იყო 4 გუნდი, თეგეტა, SPS-ი, კაიზენი და ველი. თეგეტამ მოახერხა SPS-ის დამარცხება, ხოლო კაიზენმა თავის მხრივ დაამარცხა ველი.
სწორედ ამიტომ თეგეტა უპირისპირდება კაიზენს დასკვნით ფინალურ შეხვედრაში ფაქტიურად და ამ ორ გუნდს შორის გაირკვევა ერთი მიღბლიანი გუნდის ვინაობა, ვინც გადავა ბეთლაივ მასტერ ლიგა 2-ში თან მოიპოვებს საგზურს ითამაშოს პლეი-ოფში და საერთოდ მოიგოს ბეთლაივ მასტერ ლიგა 3 ამ გუნდმა. ეს არის დიდი შანსი, რა თქმა უნდა. თეგეტა საკუთარ ნახევარზე ადამი ახლა დაიძრა მოწინააღმდეგის ნახევარზე პასის გაკეთებაც მოახერხა, მაგრამ ასანიძეს არ გამოუვიდა ძლიერი დარტყმის შესრულება აჯობა ბარამიამ ამ ეპიზოდში. ვერ წავიდა შეტევაში კაიზენი, ოდნავ ძლიერი გადაცემის შესრულება გამოუვიდა წერეთელს და იბრუნა მარტივად ბურთი თეგეტა. ერთ წუთში მიუახლოვდებით მეორე ტაიმის ეკვადორს. და მხოლოდ ნახევარი ტაიმი ექნება ორივე გუნდს. ყვითელი ბარათი უკვე მეორე თეგეტას რიგებში, პირველი ყვითელი ბარათი ადამიან მიიღო შეგახსენებთ, მეორე უკვე ქავთარაძემ გუნდის კაპიტანმა დაარტყმა შორიდან. არა ზუსტია. სახუგიას გადაცემა წინ ზუსტია. კათაშვილი მისი პასი ზუსტია, ბურთის შენარჩუნებაზე აქცენტირებს აშკარად. ხა თეგეტაკ შესვლა დაუშვა სახუგიამ, რაც ის გოლის პასად დაუჯდა, ოდნავ ძლიერი პასი იყო, მაგრამ ბურთით რჩება თეგეტა, გადაშულზე გავდა თამაშის წესების დარღვევას, მაგრამ არაჩერებს არბიტრი თამაშს. რადგან ბურთი დარჩა თეგეტა ბოლო ეპიზოდში, მაგრამ დაკარგა საბოლოო შეტევაში ბურთი. კარგი პასია წერეთელი ბურთით. გადაცემა საჯარიმოში სკანიანმა მოახერხა განეიტრალება, შემდეგ სახუგიამ მოიგერია უმისამართოდ. დიახ, გადავიარეთ მეორე ტაიმის ეკვადორიც 10 წუთზე ნაკლები შეხვედრის დასრულებამდე. სულ ცოტა დრო რჩებათ გუნდებს წერეთელის მორიგი დარტყმა, რომელიც არაზუსტია. მოედნის ცენტრში ვიტიამ საბოლოოდ უკან დაუტოვა ბარბაკაძეს, ქავთარაძემ კი წინ მოიგერია ბურთი უმისამართოდ ფაქტიურად. ბერიაშვილი დაიძრა მოწინააღმდეგის ნახევრისკენ, საჯარიმოში ჩაგდება საკმაოდ სახიფათო გადაცემა მისი შესრულებით, მაგრამ კარგი იყო ბარბაკაძე დაცვაში. ნახოთ კათაშვილის ეს გადაცემა თუ გავა. მაგარი პასი შეასრულა ეხა კათაშვილმა. წამოვიდა კაიზენი შეტევაში, დარტყმა შორიდან დაახერხებს ჟუჟუნაშვილი გოლის გატანას, დააბრუნდა კაიზენი ისევ უკვე მეორედ. ანგარიშში ხდება 2-2 ჟუჟუნაშვილი გატანილი გოლის ავტორი. მოასწავებდა რა თქმა უნდა ყველაფერი, ამ გოლს ჰქონდა უპირატესობა აშკარად კაიზენს მეორე ტაიმში, როგორც პირველი ტაიმის მეორე ნახევარში, ასევე მთელი ფაქტიურად მეორე ტაიმის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად უტევდა კაიზენი მოწინააღმდეგეს და აი ესე მოახერხა კიდევაც ელოშვილის ასისტის შემდეგ ჟუჟუნაშვილმა გოლის გატანა. ანგარიში გახდა 2-2. ნახოთ ეს უკვე თავად თეგეტაზე როგორ აისახება. რადგან პირველად როდესაც გაათანაბრა კაიზენმა ანგარიში თეგეტა წამოვიდა და მალევე მოახერხა გოლის გატანა. ნახოთ ესევე თუ იმოქმედებს თეგეტაზე. ბოლო გაშვებული გოლი. ამ ყველაფერს ნახავთ არასრულ 8 წუთში. ხედავთ როგორ აპრესინგებს, როგორ წნეხში ამყოფებს ახლა კაიზენი თეგეტას. რამოდენიმე მეტრი წინსვლის საშუალებასაც კი არაძლევს კაიზენი მოწინააღმდეგეს. დამცველებსაც კი არაძლევენ მარტივად ბურთის გათამაშების საშუალებას. აი ესე მარტივად ისევ დაიბრუნა კაიზენმა. ბურთი წერეთელი მისი კაპიტანი, კაიზენის კაპიტანი დაიწყებს საკუთარი გუნდის შეტევას. მარტივია ჭყონია, მაგრამ წინ აკეთებს ჟუჟუნაშვილზე პას წერეთელი. ჟუჟუნაშვილი თავის მხრივ ისევ წერეთელს უბრუნებს. კარგად გადაკეტა ამჯერად ზონები თეგეტამ, პირდაპირ კარში წავიდა ეს დარტყმა.
სახოკია განაახლებს თამაშს, გათაშვილზე სუსტი პასია. გათაშვილმა ამჯერად უკვე ვეღარ გაითამაშა საკუთარ თანაგუნდელთან. ქავთარაძე ბარბაკაძე მოძებნა. ბარბაკაძემ თავის მხრივ უკან საკუთარი გუნდის კიპერი. გათაშვილი ბურთით. გავიდა ეს გადაცემა, მაგრამ დაიკარგა ბურთი, მალევე დაიბრუნა საბოლოოდ თეგეტამ ბურთი. ნუსკანიანი იყო კარგი რიგ ეპიზოდებში დარტყმა შორიდან, ხვიტიას მხრიდან არაზუსტია. ჩხარობს ბარამია, რადგან იგრძნო აშკარად მუხტი კაიზენმა, რომ შეუძლია დღევანდელი ამ დაპირისპირების დაქამბექება. ნახოთ მიიყვანს თუ არა კაიზენი ბოლომდე საქმეს. პირდაპირ კარში წავიდა ჭყონიას დარტყმა. კაიზენი დაიწყებს კერძოდ სახოკია. ჯერჯერობით საკუთარ ნახევარზე ახლა თვალები კომბინირებენ, წინ გადაცემა, გავიდა ეს პასი, ხვიტია ბურთით. ხვიტიასაც უკან უწევს პასის გაკეთება, რადგან დიდი ძალებით არ არის ახლა შეტევაში წასული თეგეტა. არ გამოუვიდა პასის გაკეთება ასანიძეს, ნახოთ სწრაფი კონჩეტევა თუ გამოვა, არა, რადგან კარგია ქავთარაძე პირველი სწორედ ის იყო ბურთზე ხვიტია. მალევე დაკარგა ბურთი, აბულაძემ გადაუკეტა ფაქტიურად. წინსვლის საშუალება. ჯარიმიდან განაახლებს თამაშს კაიზენი. წერეთელი გააკეთებს ამას კერძოდ. გაითამაშა ჭყონიასთან. ისევ წერეთელი. დარტყმა შორიდან მოიგერია სახოკია. კარგი დარტყმის სრულება გამოუვიდა წერეთელს ამ ეპიზოდში. გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა ისეთ ბურთზე თამაში ელოშვილს. თეგეტაა შეტევაში. მოიგერია სახოკიამ წინ ბურთი ფაქტიურად უმისამართოთ. ნახოთ ბოლო ეპიზოდი, რასაც მოყვა აშკარად მაყურებლების აჟიოტაჟი. მერტო რა სეივი შეუსრულებია სახოკიას. თუ ვინმე უნდა გამოვარჩიოთ თეგეტას რიგებში, ეს არის მათი კიპერი. მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა დღევანდელ შეხვედრაში, მაინც რაღაც საოცარი სეივები შემოგთავაზა თეგეტას კიპერმა. რომარაის ორი ბურთის გაშვებაზე უფრო მეტ გაშვება ნამდვილად მოუწევდა თეგეტას. დარტყმა შორიდან ამჯერად უკვე კაიზენი გადარჩა. ათაშვილი ურტყამდა კაიზენის კერძოდ ბარამიას კარის მიმართულებით. ნახოთ კუთხურიდან უკვე თეგეტა, დარტყმა შორიდან დაიბლოკა. იბრძვის ისევ ადამია, საბოლოოდ როგორც ჩანს დაკარგა შეტევაში მან ბურთი 3 წუთზე ნაკლები. შეხვედრის დასრულებამდე ნახოთ ბოლომდე თუ მიიყვანს და დააკამბეკებს თუ არა კაიზენი, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება პენალტების სერია. კარგი იყო ხვიტია ამ ეპიზოდში მარტივად დაართვა ჟუჟუნაშვილს ბურთი. მაგრამ ბურთით მაინც კაიზენი რჩება. გაითამაშეს, არ მიცეს ახლა ელოშვილს ბურთის მიღების საშუალება. საუბარი მაქვს თეგეტას დაცვის ხაზზე. ჩაწოდება საჯარიმოში გამოიტანა ბურთი თეგეტამ, მაგრამ ნახოთ დამატებაზე თუ იქნება ვინმე პირველი ზუსტი პასი საბოლოოდ ბერიაშვილის მხრიდან ბურთი დარჩება თეგეტა. 2 წუთი ზუსტად შეხვედრის დასრულებამდე
2 წუთი გუნდებს რომ გამოამჟღავნან როგორმე ბოლომდე საკუთარი თავი. კობახიძე შემოვიდა ესე აქტიურად მოედანზე. როგორც ჩანს ელოშუმა დატოვა მოედნის ფარგლები. ადამია მოედნის ცენტრში. უკან წავს ისე ბარბაკაძეზე პასის გაკეთება აქ არ უნდა შეცდეს ბარბაკაძე კობახიძემ რა კარგად დააპრესინგა საბოლოოდ დაკარგა ბურთი თეგეტამ და ბოლო მომენტში ფეხი მიურტყა მაგრამ ეს აუცილებლად ყვითელი ბარათი იქნება ისეთი კონჩეტევა ისეთი შეტევა ჩაშალა ხვიტია მაგრამ როგორც ჩანს არბიტრი ამჯერად დაიმდობს ხვიტიას წერეთელი შეასრულებს და იქნება ბოლო წუთშესვენება როგორც ჩანს დღევანდელ შეხვედრაში სულ რაღაც 1 წუთია ოდნავ მეტი დარჩენილი ანგარიშია 2-2 კაიზენი თეგეტას წინააღმდეგ თეგეტა კაიზენის წინააღმდეგ ნახოთ როგორი ვინ გაართმევს თავს უფრო სწორად ბოლო წუთს და ვინ მოახერხებს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას სულ რაღაც 1 წუთი გვაშორებს შეხვედრის 40 წუთის უკვე ამოწურვამდე და ფრის შემთხვევაში შეგახსენებთ იქნება პენალტების სერია თუ ვიმსჯელებთ რომ სახოკია ესეთი კარგი კიპერია უნდა კონდეს ერთი შეხედვით თეგეტას პენალტების სერიაში უპირატესობა შეგახსენებთ კაიზენის რიგებში შუჟუნაშვილმა და ჭყონიამ მოახერხეს გოლების გატანა, ხოლო თეგეტას რიგებში ორივე გოლის გატანა მოახერხა მათმა 11-მა ნომერმა ადამიანმა. ასე რომ ძალიან დაძაბული ბოლო წუთების მოლოდინში წუთშესვენების შემდეგ გრძელდება თამაში. წერეთელი მივა ბურთთან ნახოთ კარში დაარტყამს თუ საჯარიმოში ჩააგდებს ბურთს. პირდაპირ კარში გაუშვა როგორ ჩანს და მოახერხა კიდევაც გოლის გატანა წერეთელმა. ბრაო! რა მაგარი დარტყმის შესრულება მოახერხა კაიზენის კიპერმა. სად მოახერხა თან გოლის გატანა მოახერხა შეხვედრის ბოლო წუთზე. წუთიც კი არ არის ფაქტიურად დარჩენილი შეხვედრის დასრულებამდე და დაწინაურდა კაიზენი თეგეტას წინააღმდეგ პირველად დღევანდელ შეხვედრაში. ეს კი დაარტყმა რომლის აღებაც ვერ მოახერხა სახოკიამ რადგან როგორც ჩანს ხელს უშლიდნენ და ბოლო მომენტში შეამჩნია ბურთი მხოლოდ და მხოლოდ. სახოკია საერთოდ გავიდა მოედნიდან ქავთარაძე დგას ახლა კარში ნახევარი წუთი თეგეტას როგორმე გაათანაბროს ანგარიში გათაშვილი ბურთი ძალიან დაძაბული ბოლო წუთები გვექნება ამაში დარწმუნებული ვარ ანგარიში რადგანაც გახდა 2-3 ეხლა მთელი გუნდი თავს იცავს ფაქტიურად კაიზენი და მთელი გუნდით შეტევაშია თეგეტა ამოიწურა 40 წუთი შეგახსენებთ ბურთი სანამ არ გადავა მანამდე გაგრძელდება შეხვედრა სულ რომ 10 წუთი გაატაროს ეხლა შეტევაში თეგეტამ უკან უწევს პასის გაკეთება ხვიტიას ქავთარაძე მარცხნივ გათაშვილი ღმერთო ჩემო რა დაძაბული ბოლო წუთები გვაქვს კულმინაციას აღწევს დაპირისპირება ტემპერატურა მაქსიმალურ პიკს აღწევს დარტყმა თუ შესრულდება მოიშორა ბურთი საბოლოოდ კობახიძემ და გაიმარჯვა კაიზენმა ხედავთ როგორი გახარებული არიან კაიზენის გულშემატკივრები პირადად მეც რა თქმა უნდა უერთდები მილოცას ულოცავ კაიზენის ყველა გულშემატკივრას ისევე როგორც კაიზენის ყველა ფეხბურთელს პლეი-ოფში გადამსვლელი თამაშის მოგებას შეგახსენებთ